მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო. დღეს ჩვენ გამოვისეინეთ პარკში. სხვა შორის ეს პარკი, ეს ადგილი ის არის ველოსიპედებისთვის არის, მაგრამ კაცშვილი არ დადის რა ადგილი. ოი, ნახე რა ლამაზი ფრინველია. რა არის? ძალიან ლამაზი ხეა, ხო? აუ, რა კაი სურნელი აქვს. აუ, ეს არის ულამაზესი ყვავილი. და ისრაელში არის ტონა და ნახეთ რა სილამაზეა. ნახეთ როგორი ლამაზი პარკი გვაქვს. პირველად ვარ ამ პარკში. რამათგანშია. ამას ქვია მენახემ ბეგინის პარკი და ჩემი ძმის რეკომენდაციით ამოვყავით აქ თავი. ძალიან გავს მართლა ბათუმის პარკს, ხო? 26 მაისის პარკს გავს, ხო? ბათუმში. რა ლამაზი ხეა. უსუნოა. ვაუ. ძალიან ლამაზია. წვენს რო ისე ნახა ალბათ გაგიჟდებოდა. მარკ ტვენი? ხო. მარკ ტვენი? მარკ ტვენი, კი, არის იცი რომ ისრაელში იმოგზაურა. ხო და გაოცებული იყო, ჭაობიო და საშინელებაა. არაფერი აქ არ არისო. ცხოველებთან მივდივართ. ცხოველებთან თუ ფრინველებთან? რა ნიანგი? ჩემო ძვირფასო მეგობრებო, დღეს სად მივდივართ, თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ. მივდივართ თელ-ავივის ბაზარზე, დეზერტირების ბაზარში, თელ-ავივისა. ესე გავალ, ესე მირჩევნია, ქვია შუგა კარმელი, კარმელის ბაზარი, ბაზრობა, სიტყვით რო გადავთარგმნოთ და ერთ-ერთი უძველესი ბაზარია. ხო და მივდივარ დედაჩემთან ერთად. გუშინ სხვა შორის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღე ჩემს ცხოვრებაში. ერთ-ერთი. გელლაკი მოვიშორე და გამოვემშვიდობე სამუდამოდ. არა, ჯერჯერობით, სამუდამოდ ზუსტად არ ვიცი გამოვემშვიდობია თუ არა, მაგრამ დროებით. საერთოდ არ მქონია უშვილო ჭრილები სხვათა შორის.
რა სიტყვით. მოგეთ არ ვიცი, ვინ მოგვიგონა, რომ აი ყოველ წამს და ყოველ წუთს ფრჩხილზე უნდა გქონდეს ლაქი, ანუ ვინ გადაგვიწყვიტა, არ ვიცი, ანუ მართლა აი 11 წელია ხალხო ლაქის გარეშე არ ყოფილვარ, წარმოიდგინეთ, ჯერ ლაქის გარეშე და ვიფიქრე, რომ უნდა ვცადო ულაქობა და თუ დამჭირდება, ვიყიდი ერთ კარგ ხარისხიან ვრჩხილის ლაქს და იმას წავისვამ ხოლმე, როცა სადმე წავალ. სავარაუდოდ წითელს. დედას შევხვდი როჩილდის ქუჩაზე, რომელიც არის თელ-ავივის ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი ქუჩა და ეს შენობა, რომელსაც ეხლა კადრში ხედავთ, არის სამხატვრო გალერეა სახელად ედენი. დედამ შემომითვალა, რომ აქ იცხოვრეო და ეს არის ნახალად ბინიამინი და ნახალად ბინიამინის სახლი ალბათ არ ვიცი რა უნდა დაჯდეს. მილიონები. ძალამაზია. ნახალად ბინიამინი, ანუ ქუჩა, რომელზეც ეხლა ჩვენ ვიმყოფებით, გარდა იმისა, რომ გამოირჩევა ულამაზესი არქიტექტურით და აი ასეთი ლამაზი სახლებით, უამრავი კაფე-ბარებით, ეს უბანი და კონკრეტულად ეს ქუჩა ცნობილია ქსოვილების მაღაზიებით. დედას ამის ორეული ეცვა ბანკეტზე. აქ სამშაბათობით იმართება ხოლმე გამოფენა. გაყიდვა გამოფენა. გამოფენა გაყიდვა. ხოებული ხალხი დადის. აი ხო გითხარი და ой, კარგად დაემთხვა. მოდი ჯერ აქ მივიდეს და მერე არ ვიცი, აღარ მახსოვს რეებია. მაგრამ ადრე უფრო დიდი იყო ხოლმე, ხა ნახე როგორ დავაპატარავებიათ. ჟღალბი. საყარელი. აუ ნახეთ რა ლამაზია იერუსალიმი დაუხატია ამ ქალს. ხო ეს რა ლამაზია და დულები საყვარელია ძალიან ლამაზებია აღაბეს ნახე რა
ფრანგულ სტილშია, ხო, გაშლილი. ეს არის ძალიან ცნობილი ტაკოს ადგილი. ტაკოები. მექსიკური ტაკოები. თუ გაინტერესებთ, რატომ არის შუკა კარმელი ასეთი მნიშვნელოვანი ბაზარი თელ-ავივში, ცოტა უკან უნდა დავბრუნდეთ. ბაზარი 1920-იან წლებში გაიხსნა პირველად, როცა ახლომდებარეობაში ქერემ ატეიმანიმ გაჩნდა პატარა დროებითი დახლები. ქერემი სიტყვასიტყვით ნიშნავს იემენელების ვენახს. ეს არის თელ-ავივის ერთ-ერთი ძველი უბანი, რომელიც ისტორიულად იემენიდან ჩამოსული ებრაელი მიგრანტების თემთან არის დაკავშირებული და ბაზართან ძალიან ახლოს მდებარეობს. დროთა განმავლობაში ეს პატარა ბაზრობა გაიზარდა და ქალაქის ყოველდღიურობის ნაწილად გადაიქცა. ამ პროცესში ხშირად ახსენებენ მეირ დიზინგოფს, ის იყო თელ-ავივის პირველი მერი და ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ქალაქის ჩამოყალიბებაში. მან დაინახა ამ ბაზრის პოტენციალი და ხელი შეუწყო მის ორგანიზებას და განვითარებას. დესერტი, რომელსაც ახლა კადრში ხედავთ, არის ზალაბია. ან ჯალები. სპირალის ფორმის ცომს ჯერ ზეთში წვავენ, მერე კი შაქრის სიროპში ავლებენ, ამიტომაც არის ძალიან ტკბილი, გარედან ცოტა ხრაშუნა, შიგნით კი რბილი. ეს დესერტი ახლო აღმოსავლეთიდან ან დასავლეთ აზიიდან მოდის. ეს კაცი არის ძალიან ცნობილი. ნუ ეს ადგილი ამას ქვია, ბურეკა ქვია, შემწვარი ცომია. და შიგნით დებს კვერცხს და კარტოფილს. ანუ თვითონ აი ამ ცომში ეხა ჩადებს, აი გაჩვენებ. Შემეშეცე ბურიკა იმბეცა ში დედა დავკარგე. იძებნება დედამ. მართლა არ ვიცი სად არის. დღეს უნდა გავაკეთო ვაზის სტოლმა. არტიშოკი იერუსალიმის ყველაზე ცნობილი ხალვა ისრაელში ძალიან გვიყვარს და უყვართ. ათი და 15, მაგრამ 10 ღირს ის პატარა რაღაცა მწვანე. ხო. 30, 15. ყვავილებიც ძალიან ძვირია ისრაელში, როგორც ყველა დანარჩენი ყველაფერი. გავდივართ, მაგრამ ბაზრის გარშემო კიდე არის ძალიან ბევრი ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი პოპულარული ადგილები, კაფეებს გულისხმობ, ანუ საჭმელი საკვები ობიექტები, რომელშიც ხალხი დადიან ხოლმე. ეს ხოშორის რაღაც ქართულიც არის სადღაც, ხაჭაპური ქვია, თუ არ ვცდები. ხო, შეხედეთ, მასაც შეგაჭრიან, რო რამე ბაზრიდან გამოსულს თუ თმის შეჭრა მოგიდათ. ავაზე შემოვირბინე 2 წუთი. შემოვირბინეთ უბრალოდ. ახლა გამოვედით შენკინზე. ნახეთ რა ლამაზი სახლი უნდა გაჩვენოთ.
სახლში დავბრუნდი და როგორც დაგპირდით, უბრალოდ როგორც ჩემს ქმარს დავპირდი, გავაკეთე ვაზის ტოლმა, ღონდ ბრინჯით, ანუ ბერძნული ტოლმა, რომელიც არის ჩემი ქმრის ერთ-ერთი საყვარელი საჭმელი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ლიმნის წვენი დავასხი, მაინც არ გამოვიდა ისეთი მჟავე, როგორც უნდა იყოს, მაგრამ ძალიან გემრიელია. ეხლა ვემზადები ჩემი დედაშვილის მეუღლის დაბადების დღეზე წასასვლელად და ძალიან მიხარია. დღეს ჩემი მეუღლის მშობლებიც იყვნენ ჩვენთან სტუმრად. არაჩვეულებრივი დღე გავატარეთ, გავაცილეთ და მე ვუდექი საქმეს. ხო და ეხლა თან გავემზადები და თან მოგიყვებით და გაგიზიარებთ იმ უცნაურ ფაქტებს, რაც ისრაელს ახასიათებს და ანუ მე როგორც ისე ქართველი გადავაწყდი ისრაელში. პირველი და ყველაზე უცნაური, რომელიც შეიძლება რამდენიმე თქვენგანმა უკვე იცით, მით უმეტეს მე რამდენჯერმე ვახსენე ჩემს წინა ბლოგებში, არის ის, რომ ისრაელში პარასკევს დღის მეორე ნახევრიდან, უფრო სწორად ახლა ზამთრის პერიოდში, დღის 4 საათიდან, შაბათს, სადღაც 7-მდე დაახლოებით, არაფერი არ მუშაობთ, თუმცა ყველაფერი დაკეტილია. ნუ არის რაღაცები, რაც ღია, რა თქმა უნდა, ეს ეხება განსაკუთრებით კაფეებს, ბარებს და ასე შემდეგ, მაგრამ ტრანსპორტის სიტყვაზე, მაღაზიები, თქვათ ესე შოპინგ ცენტრი, ასე შემდეგ მსგავსი დაწესებულებები არ მუშაობს. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება საავადმყოფოს, თუმცა პოლიკლინიკების სიტყვაზე, ბანკებით დაკეტილია და გაიხსნებიან მხოლოდ კვირას. ეს ფაქტი ჩემთვის იყო ძალიან ძნელად შესაგვებელი თავიდან განსაკუთრებით, იმიტომ რომ იყო პერიოდი, როდესაც მუშაობდი მაგალითად კვირიდან პარასკევის ჩათვლით, ანუ პარასკევს დღის პირველ ნახევრამდე და ფაქტობრივად ერთადერთი დღე შაბათი მქონდა ხოლმე თავისუფალი და ანუ შაბათს ამ დროს ყველაფერი დაკეტილი და თითქმის ვერსად ვერ წახვალ. ნუ თუ აკავს მანქანა და მე მაგ პერიოდში მანქანა ნამდვილად არ მყავდა, მაგრამ მაინც ასე ვთქვათ, ტაქსებით ვახერხებდით ხოლმე სიარულს და რაღაც ადგილების დათვალიერებას მე და ჩემი მეგობრები. განსაკუთრებით ეს პრობლემატურია იმ შემთხვევაში, როდესაც აი პარასკევობით ჩემთან მინდა ხოლმე წასვლა ბულონში და ტრანსპორტი ფაქტობრივად არ მუშაობს, ამიტომ იძულებული ვხდები, რომ გამოვიყენო და ვისარგებლო ტაქსით. და რადგან ვახსენე ბანკი და პოლიკლინიკა, მინდა ასევე აღვნიშნო ერთი უცნაურობა, რაც ისრაელს ახასიათებს. ეს ეხება აგრეთვე მაგალითად იუსტიციის სახლის მაგარ დაწესებულებებსაც. არ მუშაობენ მთელი დღის განმავლობაში. ანუ არის რაღაცა საათები, რის განმავლობაში ისინი მუშაობენ. მე შეიძლება შუა დღეზე უცბად დაისვენონ, ანუ რაღაცა პატარა შესვენება გააკეთონ, შეიძლება იყოს საათნახევარი, შეიძლება იყოს 2 საათი და შემდეგ გააგრძელონ მუშაობა. მაგრამ ხშირ შემთხვევაში მხოლოდ დღის პირველი ნახევრის განმავლობაში მუშაობენ, სადაც 2 ნახევრამდე შეიძლება 3 ნახევრამდე გააჩნია ბანკს, გააჩნია დაწესებულებას და შემდეგ იკეტებიან. მაგრამ არის დღეები, როდესაც მუშაობენ საღამოებითაც. ამიტომ ისრაელში როცა ცხოვრობ, ხშირად უნდა შეამოსო და ამოწმა ფაქტობრივად სამუშაო საათები, იმიტომ რომ შეიძლება წახვიდე, დაკეტილი და გხვდეს ბანკი, პოლიკლინიკა. ამიტომ ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. ამაზეც ძალიან მეშლებოდა ხოლმე ნერვები, იმიტომ რომ საქართველოში ყველაფერი მუშაობს, შაბათია, კვირა, არ ვიცი რა არის, ყოველ წამს და ყოველ წუთს. მაგრამ აქ დილა იწყება ძალიან ადრე, ნუ საქართველოსთან განსხვავებით 7 საათზე თითქმის ყველაფერი ღია. აი 8-დან ვიტყვი. 8-დან აქ ყველაფერი ღია. 11 წლის წინ, როცა ჩამოვედი ისრაელში, კიდევ ერთი ფაქტი, რაც ესე თვალში მომხვდა, იყო ის, რომ აქ არ არიან ძაღლები. საერთოდ უპატრონო ძაღლები. ვერ ნახავთ ხალხო, აი ვერ ნახავთ სულ რომ სანთლით ეძებოთ, მაგრამ არიან კატები. ძალიან ბევრი კატა, სულ კატები არიან ყველა კუთხე კუნჭულში და ესეც ისე მეხამუშებოდა ხოლმე თვალში, ანუ ტყვა მიჩვეული რო არ ვიყავი და რაღაც ახლა ჩვენთან საქართველოში, მაშინაც პრობლემა იყო უპატრონო ძაღლები, ისევე როგორც დღეს, მაგრამ აი რო ჩამოვედი და ეს კატები რო ვნახე, ძალიან ძნელად მახსოვს, რომ აი ძალიან მეუცნაურა და მეუცხოა, ასე ვთქვათ, რომ მკვეთრავად სად არიან ძაღლები. რატომ არიან მხოლოდ კატები და კიდევ რადგან ვახსენეთ იუსტიციის სახლი და ასეთი დაწესებულებები, აი ისეთი მოწესრიგებელი სისტემა აქვთ ისრაელში მაგ მხრივ, რომ აი ხალხო არ ვიცი, აი სიტყვებიც არ ყოფნის, შემეძლოს იუსტიციის სახლს ესე ავიღებდი და გადმოვიტანდი ისრაელში, იმიტომ რომ აი ესე გაგრძელება აღარ შეიძლება, აქ რაც ხდება არის სრული განუკითხაობა. ხშირად მქონია ესეთი შემთხვევა, მაგალითად, რომ მივსულ ვარ ერთ-ერთ ოპერატორთან სიტყვაზე იუსტიციის სახლში, აი თქვათ რაღაცა საბუთზე, ну არ გულისხმობ აქ პირადობას ან პასპორტს. არა, პასპორტსაც გადამხდა ესეთი რაღაცა. ნამდვილად მახსოვს. ხო, აი ხა გამახსენდა.
ერთი ოპერატორი სულ სხვა რაღაცას მეუბნება, მეორე სულ სხვა რაღაცას მეუბნება, მესამე სულ სხვა რაღაცა მითხრა და ბოლოს მეოთხესთან გამომივიდა. ანუ აი ესეც ძალიან ცნობილი ფაქტია, ამიტომ ესე ვისურვებდი, რომ იყოს ისეთი რაღაცა ერთი მოწესრიგებული სისტემა, როგორიც საქართველოში გვაქვს, აი, არ ვიცი, მართლა საოცრება, ყველაფერი კეთდება წამებში. აქ ისრაელში ძალიან დიდი დრო მიაქვს რაღაცების მოწესრიგებას, იმიტომ რომ რიგი წინასწარ უნდა აიღო ესეთ დაწესებულებაში, ანუ თან წინასწარ არის გულისხმობ, ხა 1 და 2 დღით ადრე კი არა. 2 თვით ადრე, 3 თვით ადრე. შეიძლება 9 წელიწადიც კი მოგიწიოთ თქვენი რიგის ლოდინი. ეხლა მაგალითად ჩემს მეუღლეს პასპორტი აქვს შესაძლებელი და რიგი თუ არ ვცდები აიღო სადღაც ოქტომბერში და უწევს მისვლა მხოლოდ თებერვალში. მანამდე ვერ მივა, იმიტომ რომ არც არის თავისუფალი ადგილი და არც არაფერი. თან მარტო ერთ ქალაქში კი არა, რა თქმა უნდა, ეხლა სხვა ქალაქებიც შევამოწმეთ, ახლო-მახლოში რაც იყო. არც ერთგან თავისუფალი ადგილი არ არის, მხოლოდ უნდა მოვიცადოთ თებერვალამდე. სამწუხაროდ ესეა. რადგან ტრანსპორტიც ვახსენეთ, მინდა აღვნიშნო, რამდენად მოწესრიგებული სისტემა აქვს ისრაელს ტრანსპორტზე. ხალხო აი გავუცდებით, ნუ მით უმეტეს 11 წლის წინ ვაქ ჩამოვედით და რომ აი არ ვიცი, კი ძალიან წუწუნებენ ხოლმე აქაურები ტრანსპორტზე, რომ აი რაღაც არ არის მოწესრიგებული და ასე შემდეგ, მაგრამ მაგათ საქართველოს არ გამოუცდიათ და მაგის ბრალიან. მაშინვე იყო ესეთი ბარათები, სამგზავრო ბარათები, რაც რიცხავდი თანხას ყოველთვიურად, სიტყვაზე არ ვიცი, 250 შეკელი იყო მაშინ, თუ 220, ეხლა აღარც ვიცი რამდენია. თვის განმავლობაში ეს თანხა ყოფნიდა, რომ გემგზავრა ავტობუსით, მაგრამ მსუბუქი მატარებლით ეხლა უკვე შეგიძლია იგივე ტრანსპორტი, იგივე ბარათით სარგებლობა სიტყვაზე, მაგრამ მაშინ არ მქონდა ეს მსუბუქი მატარებელი. არის ესეთი სპეციალური დაწესებულებები, სადაც მხოლოდ აი ამ ბარათებს ამზადებენ, მიდიხარ, ფოტოს გიღებენ, ახასაც იქაც შეგიძლიათ დარიცხოთ, მაგრამ ეხლა უკვე ტელეფონითაც შეიძლება დარიცხო ამ ბარათზე თანხის, მაშინვე გაძლევენ და შეგიძლია რომ ისარგებლოთ. ეხლა მე რო აქ 11 წლის წინ ჩამოვედი და ეს რაღაცა რო ვნახე, გავგიჟდი, გადავირია, ისე მომეწონა და ჩემთვის ეგ ნამდვილად იყო მოწესრიგებული სისტემა. ეხლა თქვა კორეის დონეზე და იაპონიის დონეზე არ არის, ხა აღარ მახსოვს ზუსტად იაპონიაში ყო თუ კორეაში, რომ მატარებელმა დააგვიანა 35 წამი და ყველა მგზავრს აუნაზღაურეს ბილეთი. ან ესეთ დონეზე არ ვართ. გიჟდები ამბლაშზე, ვაიმე. ძალიან მომწონს, აი შეხედეთ ისე რაღაც ბუნებრივ ელფერს მატებს სახეს თითქოს აი გავიღვიძე და ესეთმა გავიღვიძე. ანუ აი ესეთმა ვარდისფრად შეფატულმა. შემდეგი თემა, რომელზეც ვრცლად უკვე რატო გადავიკიდე რაღაც მინდამდენი ბლაში გეყოფა ადამიანო. შემდეგი თემა, რაზეც უკვე ვისაუბრე, ვრცლად ჩემს ერთ-ერთ ვიდეოში, რომელსაც ქვია მოდა და სტილი. ეს არის, რა თქმა უნდა, ისრაელში ჩაცმის სტილი, რომელიც ძალიან განსხვავდებოდა იმისგან, რასაც მე ვიცნობდი და ვიცოდი საქართველოში. ამიტომ ცოტა მეხამუშებოდა ხოლმე, ასე ვთქვათ, ადრე სპორტული სამოსით და ელასტიკებით, ასე ვთქვათ, დადიოდნენ ხოლმე გარეთ, მაგრამ ეხლა საქართველოში არ ვიცი, მაღაზიაშიც კი არ ჩავდიოდი ხოლმე, გადატყვარტული და გამოყრანჭული და აქ როგორც გინდა ისე წადი, სადაც გინდა ისე წადი, კაციშვილს არ აინტერესებს. ხო და თუ გაინტერესებთ ცოტა უფრო ვრცლად ამ თემის შესახებ, შეგიძლიათ ჩემს ვიდეოს გადახედოთ. ამასობაში თან ანუ ხშირად შემიმჩნევია, რომ მეც აი ვრცლად ეს კაი სიტყვა, ანუ აი ჩემ თავს ვაპატარავებ, სიტყვასიტყვით რო გადავთარგმნო, მაგრამ ვიზღუდავ, ჩემ თავსაც ვიზღუდავ ხოლმე, რომ აი არ მინდა რომ აი რაღაც ძალიან ზედმეტად გადატყვარჭული, გამოყრანჭული გავიდე ხოლმე და ხშირად მithქვამს უარი ისეთი სამოსის ჩაცმაზე. ეს მომენტი მაქვს ხოლმე და დამიჭერია ჩემი თავი. ამაში, ნუ განსაკუთრებით სამსახურში, რო დავდიოდი ხოლმე, აი ძალიან ვიტანჯებოდი, რომ არა, ამას ვერ ჩავიცვა, იმიტომ რომ ეს არის აი ძალიან ზედმეტი. სამსახური ვახსენეთ, ამიტომ აქ არ შემიძლია რომ არ აღვნიშნო თუ რაზე საუბრობენ სამსახურში, ნუ ყოველ შემთხვევაში ჩემს ბოლო სამსახურში რაზე საუბრობდნენ ხოლმე ყველაზე ხშირად. არც მეტი და არც ნაკლები არ გეგონოთ რომ ეს არის ან პოლიტიკა, ან რამე მსგავსი საჭირბოროტო საკითხები. ნუ რას უკაცრავად.
ეს არის მხოლოდ ჭამა და ჭამა ჩვენი არსობისა. ვინ რომელ რესტორანში იყო, ვინ რა ჭამა, ვის რა სად მოეწონა ამ კვირის განმავლობაში, ვინ რა გააკეთა საჭმელი, ვინ სად რა პროდუქტი შეიძინა, ვინც აქ ისრაელში მუშაობთ, ხალხო დამიწერეთ. თქვენთან თანამშრომლები რაზე ლაპარაკობენ ხო, იმიტომ რომ არ ვიცი, პრობლემა ჩემშია, იმიტომ რომ მე მიყვარს ჭამა და რესტორნები და კაფეები და ამიტომაც ვიზიდავ ასეთ ხალხს და ასეთ საუბრებს თუ რაშია საქმე. და ფილმები, სერიალები, ფილმები და საჭმელი. მორჩა სხვა თემა ჩემს გარშემო სამსახურში არ განიხილებოდა ლანჩის დროს. ანუ თან ჭამდით და თან კიდე საჭმელზე ვლაპარაკობდით, ხო ხვდებით? სამსახურზე დავიწყეთ ლაპარაკი, აქვე არ შემიძლია არ ვახსენო რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია ისრაელში სამსახურებში. ყველა სამსახურს თავი გულისხმობ, რა თქმა უნდა, აქაც არის ცუდი და კარგი, მაგრამ სადაც მე ხა ბოლოს მუშაობდი, იქ სიტყვაზე ცუდი გამოცდილებაც მქონია, ანუ რა თქმა უნდა, ეს არის ფიქრობ, რომ მხოლოდ კარგი რაღაცები ხდება, ცუდიც ხდება ხოლმე. ოფისებში სავსე მაცივრები, ყველა სახის ზომის, წონის, ფორმის ყავა, ტკბილეულები, ბოსტნეული, იოგურტები, აი 1000 რაღაცა, რაც შეიძლება რომ აი ესე უცბად საუზმეზე დაგჭირდეს. რძე რა სახის გინდა, შურის, ნუშის, ლაქტოზის გარეშე, 1%-იანი, 5%-იანი, 100%-იანი, რაც გინდა სულო და გულო თქვი. ყველაფერი გაქვს. მახსოვს ისეთი გაუცებული ვიყავი პირველად რომ მოხვდი ესეთ ოფისში. არ ვიცი, მეთქი ეს სად მოხვდი, ღმერთო, რა ბედნიერება 60-ში ვარ თქო. სამსახურზე ლაპარაკი ისე ვერ ჩაივლის თუ არ ვახსენე ლანჩის ბარათები. სადაც გერიცხება კონკრეტულად თანხა და ამ თანხით შეგიძლია რომ სამსახურში როცა ხარ, ან მის გარეთაც გაქვს მისი გამოყენების უფლება, ლანჩი იყიდო, სუპერში წახვიდე რაღაცა იყიდო იმ ვაუჩერით. ამასთან არაფერ შუაში არ არის, მაგრამ კიდევ ერთი, ხო, ფაქტი რაც შევნიშნეთ, სხვა შორის მე და დედამ ერთად, უბრალოდ დედამ შენიშნა, დედა დააკვირდა და მე მეც დავაკვირდი. თუ თქვენ დილით წახვალთ აი სამუშაო საათებში მაგალითად სიტყვაზე 9-ზე, 8-ზე გახვალთ ან შოპინგ ცენტრში, ან ესე რაღაც კაფეებთან გაივლით. სულ ესე პენსიის ასაკის ხალხი სხედან კაფეებში. საქართველოს პენსიონერები ამ დროს სად არიან ასაკეთებენ? არიან და სახლში. იმიტომ რომ კაციშვილი ვერ მისცემს თავის თავს იმის უფლებას და შესაძლებლობას, რომ ანუ აი გავიდეს სადმე კაფეში ყავა დალიოს. აქ სავსეა. აი ერთხელ თუ მოვხვდი შოპინგ ცენტრში აუცილებლად გაჩვენებ და ამ დროს ჩემი ესე ხშირად აკეთებდა ხოლმე შედარებას საქართველოსა და ისრაელს შორის და ძალიან გულდასაწყვეტია რომ აი ესეთი სტეპში უწევთ ადამიანებს ცხოვრება სხვადასხვა ქვეყნებში. გვინდა რომ ჩვენო პენსიონერებმაც ესე ყავაზე იარონ დილაობით მეგობრებთან ერთად. ჩემი ძალიან დიდი სურვილი იქნება რომ ესეთ დღეს მოვესწროთ ქართველები. გადაიქით კულმინაციურ ფაქტს, რომლის გაგებაც დღემდე ძალიან მიჭირს, თუ არ მინდა რომ გავიგო, თუ ვერ ვიგებ, თუ ვერ ვიღებ, არ ვიცი, ეს არის ომი. და სულ არა, მაგრამ ანუ ხშირად ხა წელიწადში 2 ჯერ მინიმუმ მაინც არის ხოლმე ესეთი საომარი სიტუაცია. ამაზე სხვათა შორის ვლოგი მაქვს გადაღებული ხა ივნისში. შარშან უბრალოდ ივნისში ირანისგან მივიღეთ დარტყმა და ერთი ყველაზე რთული პერიოდი იყო, რაც გამოვიარე, მე პირადად ამაზე უარესებიც ყოფილა. ეხლა უბრალოდ აღარ დავასახელებ, მაგრამ დამთრგუნველი სიტუაცია იყო, პერიოდი იყო მაშინ ისრაელში. ამ ვიდეოშია დაუცილებლად ნახეთ. მე ვფიქრობ, რომ საინტერესოა და განსხვავებული და უცხოა იმათთვის, ვინც ისრაელში არ ცხოვრობს განსაკუთრებით, რასაკვირველია. აი, ომია, რას ვისაუბრთ, ხო, ხა მე პირადად რისის შეცვლა შემიძლია, მაგრამ კიდევ უფრო იმან გამაცვიფრა, რომ ომის დროს არაფერი არ ჩერდება. ანუ ხო ელი ადამიანი რომ აი სამსახურიდან გეტყვიან, რომ იცი რა, ომია და მოდი არ მოხვიდე სამსახურში, არ გამოცხადე, ან აღარ მუშაობთ, ანუ სანამ ომი არ დასრულდება, ან რაღაც მსგავსი, რაღაცა ლოგიკური, ხო, ასე ვთქვათ, ანუ ლოგიკური. არა, პირიქით. მე რა ომია, წავიდეთ ოფისში ვიმუშაოთ. მშვიდად, წყნარად, რა პრობლემა, მაღაზიები გონია თუ დაიკეტა? არა, ყველაფერი მუშაობს. იკეტება ხოლმე, ეს არის ბაღი და სკოლები არ მუშაობენ ამ პერიოდში, ნუ რასაკვირველია, გასაგები მიზეზების გამო. ხარი ფიქრობთ, რომ აი რაღაცა გრძნობებს, შენს გრძნობებს ან რაღაცას უგულებელ ყოფენ, აბა თუ ანუ უგულებელ ყოფენ სამსახურებში, ანუ თუ გეშინია და თუ ვერ გამოდიხარ და ასე შემდეგ, არავინ არ დაგაძალებს, რომ სამსახურში, ოფისში წახვიდე, აგებით მოეკიდებიან, ასე ვთქვათ, ამ სიტუაციას. ზუსტად არ ვიცი, რამდენი ფაქტი ჩამოვთვალე ახლა, რამდენი ესეთი უცნაურობა და მგონი საკმაოდ სოლიდური სია გამომივიდა. შევხვდებით დაბადების დღეზე. თუ შევხვდებით
ეხლა ჩავიცვა და დაგენახებით. გამოვიწყე ვარდის ფერში და ჩემს ბრტყიალა ჯინსში. ცუდი არ არის ხო მე მგონი? ეხლა წავედი და შევხვდებით დაბადების დღეზე. დაბადების დღეს კარგად ჩავატარეთ მხიარულად და ავედი სახლში. დავიძინებ. გუშინ ძალიან გვიან დავიძინე და ეხლა ძალიან დილა, ძალიან ადრე არ არის, მაგრამ მივდივარ საუზმეზე, ამიტომ აუცილებელი იყო ჩემი დილით. ჩემი ამ დროს გაღვიძება მოკლედ. ისევ ჩემი ბრჭყალა შარვალი ჩავიცი. მგონი მოსულა, ხო? გამეორება. და გამეასება იმისი, რაც მოგწონს. მივეშურებით საუზმისკენ და სხვადასხვა რა მინდოდა რომ მეთქვა, როდესაც ვისაუბრე ტრანსპორტზე და იმაზე რომ ისრაელში პარასკევი შაბათი ტრანსპორტი არ ფუნქციონირებს, სრულიად დამავიწყდა ავტობუსი ხარითაც მე და ჩემი მეუღლე მივდივართ ჩვენი დანიშნულების ადგილისკენ. მუშაობს მხოლოდ პარასკევი და შაბათი. პარასკევს შაბათის შემოსვლიდან შაბათის გასვლამდე არის უფასო. ჩვენი სახლიდან, ფაქტობრივად ჩვენი ქალაქიდან თელ-ავივში აუცილებლად მოხვდები ავტობუსით. ცოტა ადრე მოვედით და დიზნიგოფის სკვერში ჩამოვხდებით. მზეში. სხვაგან გადავწყვეტეთ რომ ჩამოვხდეთ. უკაცრავად თქვენი გაცნობა შეიძლება? ეფშალაკია? შა. შეიძლება, კაცო. ძალიან კაია. ძალიან ბედნიერი ვარ ახლა. ხამნოღა ძალიან ცხელა. ნახონ ხამნოღა. მზეს ვეფიცხებით ესე თბილად. ველოდებით ჩემს მეგობარს. ახლა რასაც თქვენ კადრში ხედავთ, არის დიზნიგოფის სკვერი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სიმბოლური ადგილია თელ-ავივში. და ახლა ალბათ რაც თვალში მოგხვდებათ, ეს არის შადრევანთან გამოტანილი ფოტოები. ბოლო წლების განმავლობაში სკვერზე პერიოდულად ტოვებენ პოსტერებს, ფოტოებს, სანთლებს, პატარა ნივთებს, რომ გაიხსენონ ის ადამიანები, ვინც ტრაგიკულ მოვლენებს ემსხვერპლა. ეს არის ისრაელის რეალობა. როგორც კი ამ შენობაში ფეხი შევდგი, მაშინვე მივხვდი, რომ ყველაფერი მომეწონებოდა. მე ხშირად ვამბობ, რომ ჩემი გასტრონომიური თავგადასავალი იწყება არა მენიუდან, არამედ გარემოდან, დიზაინით, ესთეტიკით, დეტალებით. კადრები, რომელსაც ახლა თქვენს ეკრანზე ხედავთ, ზუსტად ჩემს გემოვნებაში ჯდება, ელეგანტური, დახვეწილი და ამავდროულად ძალიან სადა. მიყვარს, როდესაც თითოეულ დეტალზე ნაფიქრია.
ჭურჭელი, ყვავილები, თებშიც გაფორმება, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ეს ადგილი არა უბრალოდ კაფე, არამედ პატარა ესთეტიკის გალერეა იყო. მოკლედ, ზუსტად ეს არაც მიყვარს. გარემო, დიზაინი, ატმოსფერო, გემოები, მომსახურება, ერთიანდება და საბოლოოდ იღებ ერთ სრულ ლამაზ გამოცდილებას. რა კარგია, კარგა მიჩი სეირნობა. ასე დამგვარად, ჩემი ამ კვირის ვლოგის დასასრულს მივახლო და არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა და შევხვდებით შემდეგ ვლოგში.